ფილმი ქართულად გახმოვანდა დიდი დიღმის 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის სამრევლოს თანადგომით. დოკუმენტური ფილმი და ამ დისკის შიგთავსი განკუთვნილია მხოლოდ კერძო ჩვენებისათვის. აკრძალულია მისი რეპროდუცირება, გაქირავება, საჯარო ჩვენება ან ეთერში გადაცემა საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე. ლოცვით დავიწყოთ. მე უფეოს ეცათაო, ნუ გეშინის მცემელო, სულ ჭეშმარიტებისაო, რომელი ყველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენი. ერთმა ჩემმა მეგობარმა წმინდა მთის მონახულება შემომთავაზა. მე მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში ვცხოვრობდი, არ ვიცოდი თუ რა იყო წმინდა მთა და როდესაც მან ამიხსნა, რომ არის ასეთი ადგილი, სადაც მხოლოდ მონასტრებია, მე ვიუარე. რა გვესაქმება იქ, რა უნდა ვაკეთოთ, ვკითხე მას. მან მითხრა, რომ იქ მონასტრებში უფასოდ აჭმევენ და სთავაზობენ ღამის გათევას, ხოლო ერთი მონასტრიდან მეორეში გადასვლისას ზღვაში ცურვის შესაძლებლობაც გვექნებოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თან ფული გავითავდა და თან უკვე ზაფხულიც იწურებოდა, დავეთანხმე მას. წმინდა მთაზე ყოფნისას მრავალი რამ სიურპრიზი გახდა ჩემთვის. ერთის მხრივ მე ძალიან მომეწონა გარემო, თუ როგორ იყო ყველაფერი მოწყობილი ირგვლივ, ანუ თავად ცხოვრების წესი. მაგრამ გაცილებით მეტად ადგილობრივ ბერებთან საუბრებმა აღმართოვანა. მაშინ მე აღმოვაჩინე, რომ მათ ღირებულებების თავიანთი, განსაკუთრებული სისტემა გააჩნიათ, სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რაც საზოგადოებაშია მიღებული. ისინი სხვა ადამიანისთვის მსახურების ისეთი სურვილით გამოირჩეოდნენ, რასაც ჩვენ სამყაროში ვერსაც შეხვდებით. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კუტლუშის მონასტერში, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, ერთ ჩემს თანატოლ ბერს დაუმეგობრდი. მასთან საუბრებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ბოლოს მან მამა პაისის ნახვა მირჩია. მე რა თქმა უნდა არ მინდოდა წასვლა, მაგრამ მან მითხრა, რომ ის იქვე ახლოს 20 წუთის სავალზე ცხოვრობდა. რა მინდა იქ? წამოდი რომ გეუბნები. ის ჩვენაერი არ გეგონოს და რა არის მასში ისეთი განსაკუთრებული? ის სასწაულებს ახდენს და წავედი მე ბერდითთან შესახვედრად. მისი კელია შუაგულ ტყეში მდებარეობდა და მავთულის ღობით იყო შემოფარგლული. მივადექი ჭიშკარს და დავაკაკუნე კუტიკარზე მიმაგრებულ ლითონზე. დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე შევამჩნია, რომ სახლიდან ვიღაც გამოვიდა გარეთ და ჩამომძახა. ჰეი, ბიჭუნა, აქ რა გინდა? მამა პაისის ვეძებ უპასუხე. მამა პაისი რა გინდა? არ გამიღებთ? კეთილი, გაგიღებ. მავთულზე, რომელიც სახლიდან ჭიშკრამდე იყო გაჭიმული, გასაღები დაამაგრა და ჩამოუშვა. კუტიკარი რომ გავაღე, მთხოვა გასაღებითვე დამეკეტა. მეც ჩავკეტე და ბილიკით სახლისკენ დავიწარი. როდესაც სახლს მივუახლოვდი, ის ზემოთ პატარა აივანზე იდგა და მთხოვა მოსაცმელი მიმეწოდებინა, რომელიც ქვემოთ ჩამოვარდნოდა. მე მივედი, მოსაცმელი ავიღე, ავაწოდე და როდესაც თვალებში შევხედე, დღემდე თვალწინ მიდგას მისი თვალები. ჩემდაუნებურად თავი დავხარე. რადგან მის თვალებში ისეთი ბრწყინვალე ნათელი დავინახე, რომლისთვისაც თვალის გასწორებაც შეუძლებელი იყო. ნათელს, რომელსაც მე უმზერდი, მისი თვალების ეს ელვარება, ეს ნათება, ეს სულიერი სიდიადე, არ იყო ჩვეულებრივი სინათლის ან კაშკაშის მსგავსი. ეს მთელს ჩემს შინაგანს შეეხო, ჩემს გონებას, ჩემს გულს, ჩემს სხეულს და სიღრმისეულად შემცვალა. მე ახტაცება განვიცადე. უკან ბილიკისკენ დავბრუნდი და სანამ სახლს შემოუარე, რათა ეზოს მეორე მხარეს გადავსულიყავი, ფიქრი ვერ მოვიცილე. საკუთარ თავს ვეკითხებოდი თუ რა იყო ეს. თუ შესაძლებელია, რომ ადამიანი ასხივებდეს. შესაძლებელია, რომ ადამიანისგან სინათლე გამოდიოდეს. რა მოხდა ჩემს თავს? რა იყო, რაც დავინახე? როცა ეზოს მეორე მხარეს გადავედი, იქ კვლავ ნახე ბერდიდი პაისი.
მაგრამ ამჯერად ყველაფერი უკვე სხვანაირად იყო. არა ისე, როგორც იქ აივანზე. ჩემ წინ ახლა უბრალოდ სასიამოვნო ხანში შესული ადამიანი იდგა. ერთხელ ფერისცვალების ხატის ყურებისას, სადაც უფალი იესო ქრისტე მის მოციქულებთან ერთად ნათლით მოსილი არის გამოსახული, გამახსენდა და მივხვდი, რომ ის, რაც მაშინ მამა პაისის გაცნობისას დამემართა, სწორედ მაგდაგვარი რამ უნდა ყოფილიყო. თვის მიწურულს ჩემს თავს უთხარი, რომ რადგან ეს უკვე მოხდა, რომ ეს თავად ვნახე, არათუ სხვისგან გავიგე. ამიტომ ვეღარ შევძლებდი თავის მოკატუნებას, თითქოს ვერ მიმხვდარიყავი, ან არ მენახა ის, რაც ვნახე. ამიტომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი. ყველაფერი გამერკვია. ამეხსნა, რა მოხდა და დასკვნები გამეკეთებინა. ეს მთა წინ რომ მოსჩანს, აი ეგ არის ათონის მთა. მათთვის, ვინც საჭიროებს სულიერ მხარდაჭერას. პაისი მთაწმინდელი, ფილმი პირველი. დაბადება, ბავშვობა, ახალგაზრდობა. ათონის მთა. კუნძულ ჰალკიდიკის აღმოსავლეთი სანაპირო. ღვთისმოწყალებით, ათონის მთის მოსალოცად გახდით. ხვდებოდით ათონელ ბერდიდებს. ვსაუბრობდით სულიერ ცხოვრებაზე და იმაზე, რომ დღევანდელ რთულ დროში ადამიანები კარგავენ სწორ ორიენტირებს და არ გააჩნიათ მისაბაძი მაგალითები. ეს ბერდიდი გაბრიელია. ამ ფილმის ერთ-ერთ სერიაში აუცილებლად მოგითხრობთ მის შესახებ. ხოლო სხვა ათონელმა ბერდიდმა, მამა ექვთიმემ, გვირჩია მოგვეძია თანამედროვე ათონელი მოღვაწის, წმინდა ადამიანის, პაისი მთაწმინდელის ცხოვრება და გადაგვეღო მასზე დოკუმენტური ფილმი. ხოდა, აი ჩვენც გადავიღეთ. ამ ფილმს საფუძვლად უდევს მღვდელ მონაზონ ისააკის მიერ დაწერილი და 2004 წელს გამოცემული წიგნი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება. წიგნის ავტორი 1998 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. ეს მისი საფლავია, ექვთიმეს კალების მახლობლად. ფილმში ასევე ჩართულია მრავალი ადამიანის მონაყოლი და მოწმობა, რომლებიც მამა პაისისთან ერთად ცხოვრობდნენ, იცნობდნენ და პირადად შეხვედრიან მას. თქვენ მოისმენთ თავად მამა პაისის საუბრების ჩანაწერებს და ნახავთ ადგილებს, სადაც ის ცხოვრობდა. მღვდელ მონაზონი ისააკი, პაისი მთაწმინდელის ცხოვრება. თავი პირველი. სისხლით ნათესავი წინაპრები, აკრიტული ფარასი, ბერდიდის ოჯახი. მამა პაისის მშობლიური დასახლება, ფარასი, ეს იყო შეძლებული ბერძნული სოფელი, რომელიც გახლდათ მართლმადიდებლობის ბერძნული ენისა და კულტურის ბურჯი კაპადოკიის მიწაზე. დღესდღეობით ეს ტერიტორია თურქეთს ეკუთვნის. ფარასი 50-მდე ტაძარს ითვლიდა, რომელთა ნაწილიც ბიზანტიურ ეპოქაში მონასტრები იყო და აყვავების ხანას განიცდიდა. იმჟამინდელი სულიერი მემკვიდრეობის გაგრძელების უკანასკნელ ნათელ და სრულყოფილ გამოხატულებას დასახლების სამრევლო ტაძრის მღვდელი წმინდა არსენი კაპადოკიელი წარმოადგენდა, რომელიც ცხოვრობდა 1851 წლიდან 1924 წლამდე. მისი წმინდა ცხოვრებისა და სასწაულების შემხედვარე, მასთან არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ მუსულმანებიც მიდიოდნენ მთელი კაპადოკიიდან. ამ კეთილშობილურ გარემოში მცხოვრები მამა პაისის წინაპრები ღვთისადმი განსაკუთრებული კრძალვითა და მოწიწებით გამოირჩეოდნენ. დილამშვიდობისა. ბერდიდის დედას ევლოგია ერქვა. ის გვარით ფრანგოპულოსების ოჯახიდან იყო და ღირს არსენი კაპადოკიელს ენათესავებოდა.
პროტომოსისა, ბერდიდი პაისის მამის და ევლოგიას უფროს შვილს ზოია ერქვა. შემდეგ მოდიოდნენ მარია, რაფაელი, ამალია, ხარლამპი, არსენი, შემდგომში ბერდიდი მამა პაისი, ქრისტინე და ლუკა. როდესაც მამა პაისი დაიბადა, მშობლებს მისი მონათლა უნდოდათ. ლაზარე კელეკიდი, მამა პაისის ნათესავი, ქალაქის სტავროპოლი. ბერდიდის მამა სოფლის მამასახლისი იყო და ძალიან ახლოს იყო ღირს არსენისთან. ნათლობისას პროდრომეს თავისი მამის, ბერდიდის ბაბუის სახელის დარქმევა სურდა შვილისთვის. წმინდა არსენმა უთხრა: შენ ბევრი შვილი გყავს. მე მინდა რომ მას ჩემი სახელი დავარქვა. ნითუ არ შეიძლება რომ ჩემ შემდეგ ერთი ბერი დავტოვო. ზუსტად ასე თქვა. წმინდა არსენმა ისე რომ არავისთვის უკითხავს, ჩაუშვა ბავშვი ემბაზში და წარმოსთქვა: ნათელს იღებს მონაღვთისა არსენი. არქიმანდრიტი ეფრემი, ლატოპედის მონასტრის იღუმენი, ათონის წმინდა მთა. იქ როგორც ჩვეულებრივ ხდება, ოჯახის ყველა ნათესავი იყო, ბიძები, დეიდები. მათ ჩოჩქოლი ატეხეს, ყვიროდნენ, ბრაზობდნენ მამა არსენზე. კი მაგრამ ვინ გონია თავი რომ არავის ეკითხება? მას მართლა არავისთვის უკითხავს. ბავშვს თავისი სახელი დაარქვა, რა ამპარტავნებაა, არადა თავი წმინდანად მოაქვს. წმინდა არსენს რა თქმა უნდა ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ჩვეული ღვთისმოშიშებით აგრძელებდა ნათლისღების საიდუმლოს შესრულებას და როგორც კი დაასრულა მსახურება, ყველა მოიწვია და უთხრა: ნუ ყვირით, ნუ განმიკითხავთ, რადგან ამით სოდავთ. როცა ბავშვი ხელში ავიყვანე და უნდა მეთქვა, ნათელს იღებს მონაღვთისა, მე ვიხილე ნათლით გამოსახული ჯვარი მის შუბლზე. და იმ მომენტში მადლის მიერ მეუწყა, რომ ის ჩემი საქმის გამგრძელებელი იქნება. ღირსმა არსენმა ჩვილს საკუთარი სახელი დაარქვა. მღვდელმონაზონი არსენი, ღირსი არსენი კაპადოკიელის მონასტერი. წინასწარ ჭვრეტის ნიჭით მან იცოდა, რომ ეს ბავშვი წმინდანი გახდებოდა. მისი ლოცვის დამსახურებით პატარა არსენმა, შემდგომში მამა პაისიმ, მონასტრის გზა აირჩია. ქალაქი კონიცა, ეპირი, საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთი. სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ბერდიდი პაისის ოჯახი, ქალაქი კონიცა. დიახ, ჩაწერეთ, ვილოცოთ ბერდიდი პაისის სულის ნეტარსენებისათვის. მშობლები: ევლოგია, პროდრომე, მათი შვილები: ხარლამპი, ლუკა, ქრისტინე, მარია, ზოია, ამალია, სოტირია, ეკატერინე. დიახ, ეს ერთადერთია, ვინც ცოცხალი დარჩა. წმინდა არსენი გახსოვს? რაფაელ ეზნეპიდისი, მამა პაისი მთაწმინდელის უფროსი ძმა, ქალაქი კონიცა. ის ნათლავდა ყველა ბავშვს, ის ხომ სოფლის მღვდელი იყო. შენც წმინდა არსენმა მოგნათლა? დიახ, ღირსმა არსენმა მონათლა. იმავე წელს, როდესაც მამა პაისი დაიბადა, მცირეაზიელი ბერძნები ძირფესვიანად იქნენ ამოძირკულნი მშობლიური მხარიდან. მე-20 საუკუნის დასაწყისში მომხდარ ამ მოვლენას მცირეაზიული კატასტროფა ეწოდა. თურქეთს საბერძნეთის ომში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ განხორციელდა მოსახლეობის გაცვლა ეთნიკური ნიშნით. მცირე აზიის ტერიტორიიდან დაახლოებით 1,5 მილიონი ბერძენი იქნა განდევნილი. ოფიციალური მონაცემებით, იმ დროს 350,000-ზე მეტი ადამიანი იქნა დაღუპული, თუმცა სინამდვილეში დანაკარგი გაცილებით დიდი იყო. გზას 1924 წლის 18 აგვისტოს დაადგნენ. სხვათა შორის, თურქებმა შეთანხმებულ დროზე ადრე დაიწყეს ხალხის გაყრა. მამა არსენი, როგორც მწყემსი კეთილი, ყველგან თან ახლდა თავის სამწყსოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახლეობის გაცვლა იყო და არა გადასახლება, თურქები მაინც ისე იქცეოდნენ, როგორც ყოველთვის, გაღიზიანებული ბზიკებივით. ლაზარე კელეკიდი, მამა პაისის ნათესავი. თუ კი ვთქვათ, ფარასში 1000 ან 2000 მაცხოვრებელი იყო, საბერძნეთში მხოლოდ 9-ვარმა ჩააღწია.
სხვა დანარჩენი ზოგი შიმშილით მოკვდა, ზოგი ავადმყოფობით, ზოგიც მოკლეს. მოსახლეობის გაცვლა 1924 წელს მოხდა, როცა მამა პაისი დაახლოებით 40 დღისა იყო. საბერძნეთისკენ მიმავალ გემზე ხალხმრავლობასა და ჭყლეტვაში ჩვილს ვიღაცამ დააბიჯა და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მაგრამ ღმერთმა თავის რჩეულს სიცოცხლე შეუნარჩუნა, რადგან იგი მრავალი სულის აღმოყვანებელი უნდა გამხდარიყო ზეცათა სასუფეველში. შემდგომში თავად ბერდიდი, რა თქმა უნდა, სიმდაბლით ამბობდა. მაშინ რომ მომკვდარიყავი, ახალი მონათლული, სულიწმინდის მადლით ახსავსე, ჩემს სხეულს თევზები შეჭამდნენ. რომელიმე თევზი, რომელსაც ლუკმად ვერ გებოდი, ბოლოს და ბოლოს მადლობას მაინც გადამიხდიდა და ჩემი სული სამოთხეში მოხვდებოდა. ნატალია, რაფაელ ეზნებიდისის ბერდიდის ძმის მეუღლე, ქალაქი კონიცა. გემზე მაშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო. ერთმანეთს თავზე ასხდნენ. მას მართლა დააბიჯა ვიღაცა. 40 დღე გემზე შეუსრულდა. როდესაც თურქეთი დამოდიოდნენ, რაფაელი 8 წლის იყო. მას ახსოვს თურქეთი. რაფაელ ეზნებიდისი, ბერდიდის უფროსი ძმა, ქალაქი კონიცა. ზღვა უშველებელი იყო და გემიც ძალიან დიდი. მამამ თქვა, ის ბერდიდის მამა, სოფლის მამასახლისი იყო და მოსახლეობას იცავდა. მამამ თქვა, თუ ასე მოქცევას არ შეწყვეტთ, ზღვაში გადაკრითო. ან დაამშვიდებ შენს მამაძაღლ და-ძმას, ან და ზღვაში გადაუძახებო. ბოლოს როგორც იქნა, ჩამოვედით აქ, სადაც ვრცელი ზღვა მთავრდება. კონიცა, საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთი. მღვდელმონაზონი დავით კარეოტი, ათონის წმინდა მთა. ლოცვა მშობლებისგან ისწავლა. მისი მშობლები დღეში ორჯერ ლოცულობდნენ ოჯახში. პატარაობისას კონიცაში, ვინაიდან ის სწრაფად დარბოდა და ყოველთვის ყველას ჯობნიდა შეჯიბრისას, დაცინვით დევნილს ეძახდნენ და სხვა ბავშვებთან სირბილს უკრძალავდნენ. ამაზე ნაწყენი დედამისთან მიდიოდა და შესჩივლებდა, რომ სხვა ბავშვები აბრაზებდნენ და სირბილს უკრძალავდნენ. რაზეც დედა პასუხობდა: შვილო, აქ ჩვენთან ადგილის მეტი რა არის. ირბინე რამდენიც გინდა. რატომ გინდა, რომ სხვები გხედავდნენ და ამით ამაყობდე? იმისათვის, რომ პირველი იყო შენ ცხოვრებაში თავი უნდა დაიმდაბლო. დედის ეს დარიგება მამ მთელი სიცოცხლის მანძილზე გაიყოლა და მთელი ცხოვრება სიმდაბლით იცხოვრა. ჩვენ მეტად უნდა ვმადლობდეთ მათ, ვინც გვამდაბლებს, გვწყენს და გვამწუხრებს, ვიდრე მათ, ვინც პატივითა და ტკბილი სიტყვებით გვასაზრდოვებს, ანდაც გემრიელი საკვებითა და ტკბილეულით გვიმასპინძლდება. თავი მეორე, მოღვაწეობისთვის მოსამზადებელი გაკვეთილები. მღვდელმონაზონი ისააკი, ბერდიდი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება. კარგად ისწავლა რა კითხვა. პატარა არსენმა, მამა პაისმა წმინდა წერილი იშოვნა და ყოველდღე კითხულობდა წმინდა სახარებას. ის ასევე სადღაც შეულობდა წმინდანთა ცხოვრებას და მათში ამოკითხulis თავის ცხოვრებაში გადმოტანას ცდილობდა. ერთხელ მან წაიკითხა, რომ თუ კი სადმე ყოფნის გეშინია, თურმე იმისათვის, რომ ის შიში განდევნო, იმ ადგილას ხშირად უნდა მიხვიდე. ვინაიდან მას სასაფლაოს გზით სიარულის ეშინოდა, გადაწყვიტა იქ დაბნელებულზე წასულიყო.
ბერდიდი ყვებოდა, დღისით ერთი цаრიელი საფლავი შევათვალიერე. გული გაგიჟებით მიცემდა, მაგრამ მაინც ჩავძვერი საფლავში. თავიდან ძალიან შემეშინდა, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე და გავშინაურდი. მას ძალიან ცოცხალი და მეტყველი თვალები ჰქონდა და ისეთ ნათელს ასხივებდა, რომ გუმბი სიაში არქვეს, რაც ფარასიოტულ დიალექტზე ციცინათელას ნიშნავს. ერთხელ ჩემი და-ძმა ყანაში მუშაობდნენ. დედამ საჭმელი მოამზადა, მაგრამ წუხდა, რომ წამღები არავინ იყო. ყანა ჩვენი სახლიდან 2 საათის სავალზე იყო. მოდი მეწავიღებ, შევთავაზე დედას. კი, მაგრამ როგორ მიაგნებ? ვინმეს ვკითხავ გზას. სახლიდან გავედი, წმინდა მოწამეები ვით, რომლებიც ხატებზე მენახა, ხელში ჯვარი დავიჭირე და ყანისკენ გავემართე. წარმოდგენა არ მქონდა რა გზით მივდიოდი. მაგრამ მივედი, ძმებს სადილი დაუტოვე და საჩქაროდ სახლისკენ დავბრუნდი. რადგან დედა მელოდა. ჩემი მრევლიდან მრავალ სახსოვს მამა პაისი. მასზე ბევრი წიგნი დაიწერა. მრავალი ფილმი გადაიღეს და გადაცემა მიუძღვნეს. ძალიან ბევრი მოგონებაა შენახული. და მეც რა თქმა უნდა მას ვიხსენიებ. შეიძლება მას სულაც არ ჭირდება ჩემი მოხსენიება, თუმცა მოხსენიება ხსოვნას ნიშნავს და მეც ამიტომ სულ ვიხსენიებ. ის ხშირად მოდიოდა აქ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, როცა პატარა იყო და მერეც როდესაც ბერი გახდა. შემობძანდით, შიგნიდან განახებთ ტაძარს. და მთელი მისი ოჯახი აქ ეზიარებოდა? დიახ, ყველანი აქ მოდიოდნენ. მათი სახლი აქვე ძალიან ახლოსაა. წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ტაძარი, ქალაქი კონიცა. როგორც ყველა გლეხური ოჯახის ბავშვები, ცხენებს ჩვენს საერთო საძოვრებზე ვაძოვებდით. ჩვენი ბავშვური, უსაფუძვლო კინკლაობებისას, ცხადი ხდებოდა, რომ ის იყო ერთადერთი, ვისაც ერჩივნა თავად დარჩენილიყო ნაწყენი, ვიდრე სხვისთვის ეწყენინებიდა. იგი მუდამ ჯიბით დაატარებდა სასულიერო წიგნს, რომელსაც ხშირად გვიკითხავდა ხმამაღლა. მახსოვს თუ როგორ უფრთხილდებოდა ის თავის თანატოლ მსმენელებს. იგი მზად იყო გაეკეთებინა ნებისმიერი რამ, წასულიყო ჩვენი ცხენების სადარაჯოდ, ეზიდა ჩვენს მაგიერ წყალი და ასე შემდეგ. ოღონდ კი ჩვენ ყურადღებით მოგვესმინა წმინდა წერილი. არასოდეს დამავიწყდება, როგორი მონდომებითა და გამოხატულებით კითხულობდა, როცა წერილი ქრისტეს მსხვერპლსა და თავგანწირვას ეხებოდა. მისი მეტყველება იმდენად გამომხატველი ხდებოდა, რომ შეეძლო ანდამატივით მიეზიდა ყველა მოუსვენარი ბავშვის ყურადღებაც კი. მე მკაფიოდ ვხედავდი მის ნორჩ სახეზე უდიდეს სიხარულს მასზედ, რომ შეეძლო ღვთის სიტყვა ისეთი სუფთა მსმენელებისთვის ესწავლებინა. მუდელმონაზონი დავით კარეოტი, ათონის წმინდა მთა. ერთხელ პატარაობისას, როცა ის თავის თანატოლ კლასელებთან თამაშობდა, ბავშვებმა, რომლებიც მოუსვენარნი არიან და ხშირად ჩხუბობენ, ქრისტეს ძაგება დაიწყეს. მაშინ მამა პაისი თვალცრემლიანი გაიქცა იქვე, ახლო-მახლო სასაფლაოზე მდებარე პატარა სამლოცველოსკენ. შიგნით შევიდა და ქრისტეს წინაშე ტირილი და ლოცვა დაიწყო, რათა მას ეპატიებინა მისი მეგობრებისთვის.
არსენი. არსენმა სერიოზულად დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მიეძღვნა თავი ღვთისათვის. იგი ქალაქ იანინის ეპარქიალურ სამმართველოში მივიდა და პროტოსინკელს, ეპისკოპოსის მოსაყდრეს კითხა, თუ რამდენად სწრაფად შეეძლო რომ ბერა დაჰკვეცილიყო. ახლა ჯერ ადრეა, მოგვიანებით დავილაპარაკოთ, როცა წამოიზრდები, უპასუხა პროტოსინკელმა. მამა პაისი მიყვებოდა, რომ როდესაც ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, სადურგლო საქმის შესასწავლად დადიოდა. როდესაც სწავლას მორჩებოდა, ველად გადიოდა და ცრემლებით ლოცულობდა ხოლმე. მისი მშობლები ანერვიულდნენ, ამბობდნენ, მორჩა დავიღუპეთ, არსენი ბერი გახდება და სამუდამოდ დავკარგავთო. მერე ერთი მისი ბიძა, რომელიც ფილოლოგი, ანუ სიტყვის მეგობარი იყო, ოღონდ სიტყვის მისი ყველაზე იაფფასიანი გაგებით, წმინდა წერილში სიტყვა ღმერთის ერთ-ერთი სახელია. მისულა მათთან და უთქვამს, ნებამომეცით დაველაპარაკო და მე მოვაგვარებ მაგ საქმესო. მან როგორც განათლებულმა ადამიანმა დაუძახა არსენს და ეუბნება. ნუ იქნები ფანატიკოსი. ქრისტე ბუმბერაზი ადამიანი იყო, მაგრამ ის, როგორც ბუდა, როგორც მუჰამედი, ისევე იყო ადამიანი. ნუ იტყვი, რომ ის ღმერთი იყო. თავიდან არსენი შეეწინააღმდეგა და უთხრა, არა, მე მჯერა ქრისტესი. მაგრამ შემდგომ ამ თესლმა ცუდი ნაყოფი გამოიღო. ეშმაკმა მისი ცდუნება დაიწყო და მან ლოცვა შეწყვიტა. ვერ იძინებდა, წვალობდა, ეჭვები ტანჯავდა. მაგრამ შემდეგ მან გადაწყვიტა, ღმერთი არის თუ არ არის, მე მაინც მეყვარება ქრისტე და მაინც ვილოცებ. და ერთხელ ადგა და ლოცვაზე წავიდა. ის ტირილით ლოცულობდა. მაგრამ ეჭვები ჯერ კიდევ უღრნიდა გულს და მოსვენებას არ აძლევდა. იქვე მახლობლად წმინდა ბარბარის სამლოცველო იყო. მამა პაისი წავიდა იქ, რათა კანდელი დაენთო. ის ძალიან გულგატეხილი იყო. მახსოვს, მან მითხრა, რომ ტაძარში მარტო იყო. დაიჩოქა და მოთქმით ატირდა. ქრისტე, მომეცი ნიშანი, რომ შენ ჭეშმარიტი ღმერთი ხარ და მრავალსაათიანი ქვითინის შემდეგ ტაძრის შუაში თავჯაღუნული მჯდომარე ხედავს, რომ საკურთხევლის სამეუფეო კარები იღება და ქრისტე დგას გადაშლილი სახარებით და ეუბნება. არსენი, მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. და რასაც ის ამბობდა, იგივე ეწერა სახარებაში, რომელიც მას ორივე ხელით ეჭირა. ამის შემდეგ ქრისტე გაუჩინარდა და მაშინ არსენმა იგრძნო, რომ მისი სული დამშვიდდა. მან მიიღო ის უწყება. მშობლები არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ შვილებს, როცა ღმერთი მათ მონაზვნებად, ეკლესიის რადისტებად მოუწოდებს, რადგან ეს ძალიან დიდი მისიაა და ის იმაზე ბევრად მეტია, რასაც თავად მშობლები თავიანთი მისიების შესრულებით აკეთებენ ღმერთისთვის. არ მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი. აღარც კი მახსოვს, რა უნდა გავიხსენო ბერდიძე. მაგრამ ის არასოდეს იჯდა სახლში. ქალბატონი კიცოსი, მამა პაისის ნათესავი, ქალაქი კონიცა. როცა პატარა იყო, სკოლაში დადიოდა, მერე სამუშაოდ. კარგი? კარგი. იმ დაზგის სანახავად მოხვდით, რომელზეც მამა პაისი მუშაობდა, ის სულ სხვა დაზგა იყო. ეს ელექტროენერგიაზე მუშაობს. მას კი ფეხის დაზგა ჰქონდა, პედალით, როგორც საკერავ მანქანებს აქვს. მისი დაზგა ახლა იქ ზემოთ, სტომიონის მონასტერის სარდაფშია და ჩვენ მისი აწყობა გვინდა. რა თქმა უნდა, დაზგა უკვე ვეღარ იმუშავებს, რადგან მწერებმა შეჭამეს. ბერი დაზგაზე მრავალ ნაკეთობას ქმნიდა. ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთებს. ველური ბალია. მას უნდა ხურო გამოსულიყო, რადგან ჩვენი ღმერთის ხელობა შეიყვარა. ეს იატაკის და ჭერისთვისაა. ასეთ ფიცრებს მამა პაისი თვითონ, აი, მასეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა.
მოგვიანებით მან საკუთარი სადურგლო სახელოსნო გახსნა. ის კარფანჯარას ამზადებდა, ჭერს და იატაკს აგებდა, აკეთებდა კანკელებს, მათ შორის ძვირფასსაც, თუმცა კანკელისთვის არასდროს იღებდა ფულს. ხარასის ყარაყოღლუ, ხურო, ქალაქი კონიცა. ბერის მიერ გამომუშავებული ფულით ცხოვრება შეუძლებელია. მე რომ ბერი ვიყო, რამეს მოვძებნიდი, დავждდებოდი და რაიმე ლამას გავაკეთებდი. მაგრამ მაგ ფულით ვერ ვიარსებებდი. ბერს შეუძლია აიღოს ხე და მთელი კვირა ერთი ხატი აკეთოს და აბა ეგ საარსებოდ რას ეყოფა? ეს მამაპაისიმ გააკეთა თავისი ხელით? დიახ, ბერდიდმა გააკეთა ეს პატარა კანკელი. აქ ინახება ის ხატები და სიწმინდეები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ფარასიდან, კაპადოკიიდან ჩამოიტანეს. ჩვენს პაპა ბებოს არ ჩამოუტანიათ ფული. მათ შეეძლოთ გაეყიდათ ქონება და აეღოთ ფული, მაგრამ მათ არჩიეს თავიანთი წმინდანების ხატები წამოეღოთ, რათა ისინი მათ გვერდით ყოფილიყვნენ საბერძნეთშიც. მღვდელ მონაზონი ისააკი, პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, თავი მეორე, მოღვაწეობისათვის მოსამზადებელი გაკვეთილები, მზადება მონაზნური ცხოვრებისათვის. მონაზნობის შესახებ იგი ძალიან მაღალი წარმოდგენისა იყო და ცდილობდა რაც შეიძლება უკეთ მომზადებულიყო ამ გზისათვის. თუ ვინმე ცოლის მოყვანას შესთავაზებდა, ის მტკიცე უარით ისტუმრებდა. მე ბერი უნდა გავხდე, პასუხობდა იგი. მას შემდეგ რაც ერთ ქორწილში მამამისმა სასმისი შესვა და უსურვა რომ მის ქორწილშიც ისეთივე მხიარულება ყოფილიყო, არსენმა მამის ხელზე მთხვევა და კურთხევის აღება შეწყვიტა. ის ამას არა უპატივცემულობის, არამედ მდუმარე უარის გაგებით აკეთებდა. მას სურდა რომ არა მისი მამის სურვილი, არამედ მამა არსენის წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო. არსენი ცდილობდა წინასწარ მიჩვეოდა მონაზნურ ცხოვრებას. ის უპირატესობას უგემურ საკვებს ანიჭებდა, თანაც უმარილოს, რომ ზედმეტი წყალი არ დაელია. თავის სამოს თავად რეცხავდა, დედას და დებს კი ამის უფლებას არ აძლევდა. სახლი, სადაც ბერდიდის ოჯახი ცხოვრობდა, ქალაქი კონიცა. $1920-იანი წლების ბოლო რამდენიმე წელი, 1940 წელს იტალიელებთან ომის დაწყებამდე, როცა 16 წლის ავიყავი, საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. მამაპაისის ოთახი, ხედი ფანჯრიდან. შემდეგ ომი დაიწყო და ბედნიერი ბავშვობა წარსულს ჩაბარდა. ძალიან გვიჭირდა. არსენი ხშირად ხედავდა, რომ დედა ტიროდა და ნერვიულობდა მისი ძმების გამო, რომლებიც ომში იბრძოდნენ. ასეთ დროს ის დედის მხარდამჭერი და მანუგეშებელი იყო და დროებით გადადო მონაზნობაზე ფიქრი, რადგან ნათესავებს ძლიერ ჭირდებოდათ მისი გვერდით ყოფნა. ხედავდა რა, რომ მის ქვეყანას ძლიერ უჭირდა, ის გამოეხმაურა მოწოდებას იარაღით ხელში დაეცვა სამშობლო. ჯარში წასვლამდე წმინდა ბარბარეს სახელობის სამლოცველოში მივიდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სთხოვა. და ეცუდად ვიყო და ეს აშიშროების ქვეშ ვიყო, ოღონდ კი არც ერთი ადამიანის მოკლა არ მომიწიოს, რათა შემდეგ ბერობის ღირსი შევიქმნა. მაშინვე მისცა არსენმა პირობა წმინდა მარიამს, რომ თუ კი იგი მას ომში უვნებლად გადაარჩენდა, ის დაეხმარებოდა სტომიონის ღვთისმშობლის სავანის აღდგენაში, რომელიც გერმანელებმა გადაწვეს და 3 წლის განმავლობაში იმსახურებდა იქ. მუდელ მონაზონი ისააკი, პაისი მთაწმინდელის ცხოვრება. თავი მეორე, ოჯახის მხარდაჭერა. ათენი, 11 ოქტომბერი. ბრიტანეთის ნაციონალური არმიის პელოპონესის ნახევარკუნძულზე განლაგებიდან 2 კვირის შემდგომ, როგორც კი მოკავშირეთა შენაერთებმა ქალაქის გარეუბნებში შეაღწიეს, გერმანელები, რომელთაც 3 წლის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული ეს ტერიტორია, განდევნილ იქნენ დედაქალაქიდან. ბერძენი ოპერატორები ამ მოვლენას ახალი ამბებისთვის იღებენ. განთავისუფლება 3 დღიანი ზეიმით აღინიშნა ათენში. წყალი უსაზღვრო რაოდენობით შემოაქვთ. 7 მილიონი ბერძენიდან თითქმის ნახევარი მალარიისა და ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა. ბრიტანეთის არმიას დიდი ენთუზიაზმით ეგებებიან.
ჩვენ ახლა ბრძოლაში შევდივართ. არა სამშობლოს დასაცავად. ვომობთ არა ნაციონალური ინტერესისთვის, ან რაიმე იდეოლოგიისთვის. არამედ ვიბრძვით ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეზე. ვინ ვისთან ძალების გადანაწილება შეძლების და გვარად ნათელია. ოკუპაციის დროს შენი გმირობა გამომჟღავნდებოდა, თუ კი არ მიესალმებოდი გერმანელებს. ახლა კი შენი გმირობა გამოვლინდება, თუ ეშმაკს არ მიესალმები. ჩვენ რისხვა გველოდება, მაგრამ ჩვენ ბრძოლას დიდი ფასი გააჩნია, რადგან ახლა ჩვენი მტერი არა ალი-ფაშა, არა ჰიტლერი ან მუსოლინი, არამედ თავად ეშმაკია. ამიტომაც ჩვენი ჯილდო ზეციური ჯილდო იქნება. თუ ინფლაცია თითქმის მხოლოდ 1% შეადგენდა, ახლა დრახმა გაუფასურებულია. ურჩევნიათ მოგება ჰაერიდან მიიღო. მოცემულ მომენტში თამბაქოს კვამლს მეტი სარგებელი მოაქვს. ფუთი პური 12 მილიონი დრახმა ღირს, ხოლო ერთი კოლოფი სიგარეტი 20 მილიონი. $1945 წელს არსენი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ის პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ნაუპლიონში განლაგებულ გამწვევ პუნქტში გამოცხადდა და რადისტის სამხედრო სპეციალობის მისაღებად სასწავლო ნაწილში გაემართა. მისი სხვებისადმი სიყვარული თავგანწირვას უტოლდებოდა. ის მისი თანამებრძოლების ვალდებულებებსაც ასრულებდა. ძალიან ბევრს შრომობდა. თუ რომელიმე ჯარისკაცი შვებულებას ითხოვდა, არსენი მზად იყო ჩაენაცვლებინა. მრავალი სარგებლობდა მისი სიკეთით და სულელადაც თვლიდნენ. თუმცა თავად სიხარულს გრძნობდა იმ მსხვერპლისგან, რომელსაც სხვებისთვის იღებდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ რადისტის სამხედრო სპეციალობამ ის წინა ხაზზე შეიარაღებულ შეტაკებებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობისგან გაათავისუფლა და ამგვარად საღვთო მადლით მას კაცის კვლის საჭიროება აერიდა. გარდა ამისა, არსენის სამხედრო სპეციალობა მისი მომავალი მონაზვნური სპეციალიზაციისთვის, ღმერთისთვის ლოცვით სიგნალების გაგზავნისთვის მოსამზადებელი გამოდგა. წმინდა არსენ კაპადოკიელის მონასტრის ტაძარი, კუნძული კერკირა. თავი მესამე, სამხედრო სამსახური, თავგანწირვა. ქალაქ ნაპაქტოსთან ახლოს ერთ-ერთი შეტაკებისას ჩვენ უკან ვიხევდით, რადგან ამბოხებულები რაოდენობით აღგვემატებოდნენ. სირბილისას წავბორძიგდი და ძლიერად დავეცი, რადგან ზურგზე მძიმე რაცია მქონდა მოკიდებული. როცა დანარჩენებმა სანგრების სარეზერვო ხაზთან მირბინეს, რაც უკან დახევით ადგილად იყო განსაზღვრული, არსენმა შეამჩნია, რომ მე არ ვიყავი. აი მაშინ ის იხსნის რაციას და უკან მორბის. მას ოფიცრები, ჯარისკაცები უყვირიან და ანებე თავი. ის დაღუპულია. მან კი მერე სხვები მიყვებოდნენ. მოირბინა ჩემთან, შემიგდო ზურგზე და მიმათრია სანგრებთან. გონს რომ მოვედი მესმის, როგორ ეუბნება არსენს კაპიტანი ვუდუისი. ეთყობა რომელიღაც წმინდანს ძლიერ უყვარხარ, რადგან ასე დაგეხმარა და ესეც გადაარჩინე. მე მათ ვკითხე, და რა მოხდა ბიჭებო? შენ რადგან ალბათ ახალგაზრდობიდან ხარ ბერი, მე კი არა, მე ვიპარსავდი და ამიტომაა ჩემი წვერი უხეში და ასე ხშირიც. ბერდიდის თანამოსამსახურე, ბატონი პანტელის ძეკოსი, ამჟამად ბერი არსენი, კუნძულ კერკირას წმინდა არსენ კაპადოკიელის სახელობის მონასტრიდან. არა, არც მე აღკვეცილ ვარ ახალგაზრდობაში. შეგიძლიათ დააზუსტოთ, ვინ ვის ეომებოდა, ეს სამოქალაქო ომი იყო, ბერძნები ბერძნებს ეომებოდნენ, რის გამო ომობდნენ? იცით, მაშინ მთავარი პარტია ელასი კომუნისტური იყო. და ამ პარტიას დიდი გავლენა ჰქონდა. უცხოელებს კი, ძირითადად ინგლისელებს, არ უნდოდათ, რომ საბერძნეთში კომუნისტური რეჟიმი ყოფილიყო და მრავალი მოკავშირე ჰყავდათ. ეს ომი 1946-დან 1950 წლამდე გრძელდებოდა. 1950 წელს დასრულდა და ხელისუფლებაში დარჩა რეჟიმი, რომელიც სურდათ ინგლისელებს და არა ბერძნებს. თქვენ რომელ მხარეს იბრძოდით, ინგლისის?
არა, ჩვენ ნაციონალურ ჯარში მსახურობდით. ინგლისელები კი მხარს გვიჭერდნენ. თავი მესამე, სამხედრო სამსახური, თავგანწირვა. ერთი ბრძოლის დროს ყვებოდა მამა პაისი. პატარა სანგარი ამოვთხარე ჩემთვის. ერთი ჯარისკაცი მოცოცდა და სანგარში ჩამოსვლა მთხოვა. მე შევვიწროვდი და ჩვენ გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვიჯექით იმ ვიწრო სანგარში. მერე, როცა კიდევ ერთი ჯარისკაცი მოცოცდა, მე ამოვძვერი სანგრიდან და მივეცი მას თავის შეფარების საშუალება. უცებ ჭურვის ერთმა ნამსხვრევმა თავზე თმა წამაცალა. მე ჩაფხუტის გარეშე, მხოლოდ კაპიუშონით ვიყავი. თავზე ხელს ვისვამ, მაგრამ სისხლს ვერ ვგრძნობ. ხელახლა ვისვამ, მაგრამ კვლავ არაფერი. არადა ნამსხვრევმა თმა ამპარსა, ისე რომ 6 სანტიმეტრის სიგანის ცარიელი ზოლი დამიტოვა, თუმცა თავი არც კი გამკაცრია. ბიჭებს რომ სანგარში ადგილი დავუთმე, ეს გულით გავაკეთე. უმჯობესია, ვიფიქრე მაშინ, ერთხელ მომხვდეს და გავთავდე, ვიდრე ვინმე სხვა მოკვდეს. მერე კი მთელი ცხოვრება სინდისი მკლავდეს იმის ფიქრით, რომ მე შემეძლო მისი გადარჩენა და არ გადავარჩინე. რა თქმა უნდა, ღმერთი ძალიან ეხმარება მათ, ვინც სხვისი გულისთვის თავს წირავს. ომი ყველაფერს თავის ადგილს უჩენს. ომის დროს ბევრი რამ ნათელი ხდება. ყველა თავისი სულიერი მდგომარეობის მიხედვით იქცევა. თუ ვინმე სიწმინდეს მიაღწია, მას ამით მტრის განიარაღება შეუძლია. ხოლო თუ არა, შეუძლია თქვას, მე არავის მოვკლავ, უმჯობესია მე მომკლან. მოდი ვნახოთ მისი ჯარის დროინდელი ფოტო. აი ჯარისკაცი რომ იყო. აი, აქ თოვლია. არა, კონიცაში არა. არა. ეს იქაა, სადაც მსახურობდა. იქ ომი იყო. ეს როცა ის კომუნისტებს ებრძოდა. ეს მამა პაისია, შეხედეთ. ტყვია მას არ ეკარებოდა. ის გამართული იდგა, როცა იბრძოდა. და ის ამბობდა, რატომ უნდა მოკვდნენ ისინი, ვისაც შვილები ყავს, უმჯობესია მე მოვკვდე. მღვდელმონაზონი ისააკი, პაისი მთაწმინდელის ცხოვრება. ბატალიონის ნაწილი, რომელშიც არსენი მსახურობდა, საბრძოლო მოქმედებაში ღებულობდა მონაწილეობას. გაჭირვება და განსაცდელები, რომელიც ჯარისკაცებმა გამოიარეს, ვიღაცას შესაძლოა წარმოუდგენლად მოეჩვენოს. ბერდიდი ყვებოდა, რომ ერთხელ, როცა სანოვაგე ამოეწურათ, მთელი მათი საჭმელი იყო თოვლი. სხვა დროს კი, როცა ასევე საკვების გარეშე დარჩნენ, 13 დღის განმავლობაში მხოლოდ გარეული წაბლის ჭამა მოუწიათ და შიმშილით სიკვდილს ასე გადაურჩნენ. უფრო ხშირად უწყლობის გადატანა უხდებოდათ და ასეთ შემთხვევაში წყორვილს საქონლის ნაკვალევებში დაგროვილი წვიმის წყლით იკლავდნენ. ყველაზე საშინელი მტერი სიცივე იყო. მებრძოლებს კარვებში ეძინათ და დილაობით თოვლის ნამქერის ქვეშ გაღვიძებულები გაყინულ თანამებრძოლებს ითვლიდნენ. ერთ დილას არსენმა თოხით 26 გაყინული თანამებრძოლი გამოთხარა თოვლიდან. სხვა დროს თოვლის ნამქერში 3 დღის განმავლობაში მოყვნენ და არსენი, როგორც რადისტი, შტაბში დახმარებისთვის სიგნალს აგზავნიდა. ერთხელ ამბობდა მამა პაისი, მთელი 5 თვის განმავლობაში არ ვიყავი საღმრთო ლიტურგიას დანასწრები, რადგან მთებში, სადაც ჩვენ ვისხედით, არც ტაძრები იყო და არც მღვდლები. მერე მეთაურმა აკრინიონში რაციისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისათვის გამგზავნა და გზად აღმოჩნდი ტაძართან, სადაც გალობით კითხულობდნენ ღვთისმშობლის დაუჯდომელს. პირჯვარი გადავიწერე. ხატებს მივემთხვიე და ავტირდი. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელო, წავიჩორჩულე. ეს რას დავემსგავსე? თავი მესამე, სამხედრო სამსახური, სულიერი ვარჯიში და გამოცდილება. მამა პაისის მონაყოლიდან. ერთხელ ტრიპოლიში სასროლ მოედანზე მივედით. დავინახე ხრამიდან როგორ ამოდიოდა უცნაური სინათლე, რომელიც სხვებისთვის უხილავი იყო. ნათელი მთელს სასროლეთს ეფინებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დღე იყო. მაშინ ვერ მივხვდი, რა სინათლე იყო ის. მოგვიანებით კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე.
ამ სასროლ მოედანზე გასამართლებულებს ხვრეტდნენ. შესაძლოა იქ უდანაშაულო ხალხიც იქნა დახვრეტილი. და ეს ნათელიც ამიტომ ჩანდა. ღვთისწყალობით მე არ მაგზავნიდნენ დამხვრეტთა ჯგუფში, რადგან დახვრეტას ნამდვილად ვერ შევძლებდი. ნაფფაქტოსში ყოფნისას რაციაზე შეტყობინებებს გადავცემდი და წერდი. როცა არსენმა თითებზე შემომხედა და მითხრა: იცი, მე და შენ ძმები ვართ. მე ვეუბნები, ჩუმად სიგნალს დავკარგავთ და ვერაფრის გადაცემას ვერ შევძლებთ. დავასრულე სამუშაო და ვეკითხები: რას მეუბნებოდი? რას გულისხმობდი? ის კი პასუხობს: შეხედე შენს თითებს. დავიხედე და ვეუბნები: მართლაც, ჩვენ ერთნაირი თითები გვაქვს. მან მითხრა: მანამ სანამ შენ მოხვიდოდი, ვიცოდი, რომ კარგი ადამიანი მოვიდოდა. მას შემდეგ, როცა ვინმე არსენზე, მის სულიერ ნიჭებზე მეკითხება, მე ვპასუხობ: აბა რაღა დავამატო თითების ისტორიას. მამა პაისის მონაყოლი ერთ შემთხვევაზე, რომელიც მის თადარიგში გადაყვანას უსწრებდა წინ. ომი დასრულდა და ფლორინიდან ვბრუნდებოდით. გზად მომესმა, თუ როგორ აძაგებდა ჩვენი ასეულის მეთაური ღმერთს და ჩვენს წიწმინდეებს. მე მივედი მასთან და ვუთხარი: ამიერიდან უარს ვამბობ თქვენი დავალებების შესრულებაზე, რადგან თქვენი მკრეხელობით ჩემს რწმენასაც და სამხედრო ფიცსაც დავიცვა სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი შეურაცხყოფთ. ამის გამგონე ასეულის მეთაურს ბრაზისგან შეაჟრჟოლა და თავხედი მიწოდა. შემდეგ რაღაცის გაკეთება დამავალა და დასცინა: გიბრძანებთ. რაზეც ვუპასუხე: მე ესაა განგიცხადეთ, რომ თქვენს ბრძანებებს აღარ შევასრულებ. მან მითხრა, რომ მეთაურის სანწოდებით უფროსის ბრძანების შეუსრულებლობისათვის ტრიბუნალი იყო განსაზღვრული. მაშინ მე კიდევ ერთხელ განმოცხადე, რომ ჩემი ასეულის მეთაურის ბრძანებების შესრულებას არ ვაპირებდი, რადგან იგი მკრეხელი, სამხედრო ფიცის გამტეხი და შეურაცხმყოფელი იყო. კი, ნამდვილად. მახსოვს ეგეთი ადამიანი, რომელიც უხეშად იგინებოდა და აძაგებდა სიწმინდეებს და მასზე ჩინით უფროსმა მეთაურმა უთხრა მას: თუ განაგრძობ ასე ლანძღვაგინებას და მკრეხელობას, გაგიშვებთ, მოგიცილებთ აქედან. და მან შეწყვიტა ასე მოქცევა. თავი მესამე, სამხედრო სამსახური. 1950 წლის მარტში, სამშობლოს დაცვისათვის საკუთარი სიცოცხლის 5 წლის მიძღვნის შემდეგ, არსენმა თადარიგში გადაყვანის ცნობა მიიღო. როცა თავის მეგობარს პანტელის სამშვიდობებოდა, ის კუნძულ კერკირაზე ეპატიჟებოდა, რომ სახლები აეშენებინათ, ოჯახები შეექმნათ და მეზობლად ეცხოვრათ, რაზეც არსენმა უარი უთხრა. მან თქვა, რომ მონაზონი გახდებოდა. ის სამშობლოს იცავდა. დიდი პატრიოტი იყო მამა პაისი. სამშობლო უყვარდა და ამიტომ იმსახურა ჯარში, ხოლო შემდეგ ბერად აღიკვეცა, რომ ზეციური მეუფისთვის ემსახურა. ჯერ მიწიერი მეფისთვის უნდა ემსახურა და შემდეგ უკვე ზეციურისთვის. სტომიონის მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი კოზმა. არსენს ნათესავებისთვის არ დაუმალავს, რომ მონაზვნობას აპირებდა. თუმცა შინაგანი გულისხმიერებისა და კეთილშობილების გამო ამბობდა, ვითომ ერში იმიტომ რჩებოდა, თითქოს ჯერ არ ყოფილიყო მზად მონაზვნობისთვის, რათა მათ არ ენერგიულად იმის გამო, რომ სინამდვილეში მისი სურვილის ასრულება მათ გამოყონდებოდა. ადამიანურად მან ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო და არ დაუტოვებია არც ერთი დაუსრულებელი საქმე. 1953 წლის მარტში არსენი უკვე მზად იყო, რომ შეჰყოლოდა მონაზვნურ მოწოდებას, რომელიც მასში ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდიდან გამოვლინდა. ხურვალი ლოცვის შემდეგ, სამი ვარიანტიდან ერთი
ათონის წმინდა მთაზე გამგზავრება აირჩია.